დაიწყებს თუ არა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ვაჭრობას მიხეილ სააკაშვილის საკითხში. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, მე მგონი ნაკლები ემოციებით და უნდა საღად შევხედოთ ამ საკითხს. პირველი გახლავთ ის, რომ ფიქრობ, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მაგრამ ფიქრობ, რაც დისკუსიას ვაკვირდებით, არავინ უარყოფს, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტის განხორციელება იყო კონსტიტუციის დარღვევა. ეს ერთი. მეორე, ეს იყო კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, ვინაიდან პრეზიდენტმა მიმართა ამ თანხმობისთვის, მიიღო უარი და მიუხედავად ამ უარისა, მაინც გაიმგზავრა ამ ვიზიტში, რაც გახლავთ განზრახ დარღვევა და მესამე, ეს გახლავთ არსებითი დარღვევა კონსტიტუციის, ვინაიდან საქმე გვაქვს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს, ამასვე ხელისუფლების კომპეტენციებისში შეჭრაში. როდესაც საასახად განსხვავდება კონსტიტუცია, რომ უნდა იყოს თანხმობა მთავრობისა და ამ თანხმობის არ მიღების მიუხედავად ხდება ამ კომპეტენციის განხორციელება და საქართველოს საგარეო წარმომადგენლობის განხორციელება. ამიტომ ამ მხრივ არის ეს სერიოზული დარღვევა ჩვენი გადმოსახედიდან და აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ინიციირება იმპიჩმენტის პროცესი. რაც შეეხება შემდგომ პროცესს, მომზადება, წარდგინება და იცით რომ 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხელმოწერა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს წარდგინება გაიგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამას რა თქმა უნდა მალევე მოხდება ეს და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ერთი თვე იმისთვის, რომ საკუთარი სამართლებრივი დასკვნა შეადგინოს ამ საკითხთან დაკავშირებით და მოაწოდოს პარლამენტს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ სამართლებრივად ჩვენ საქმე გვაქვს კონსტიტუციის დარღვევასთან, იქნება უკვე კენჭისყრა პარლამენტში იმპიჩმენტთან დაკავშირებით. და მე მართალია მესმის ოპოზიციის კომენტარები იყო ამასთან დაკავშირებით, რომ არაპირი მხარს დაუჭიროთ, მაგრამ იქნება კენჭისყრა და მაშინ მივუწევთ ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ოპოზიციას, იქეთ ვაჭრობა თუ დაიწყება, ბატონ შალვა. მათ შორის ალბათ. გასული მქონდა კითხვა, ვაჭრობას დაიწყებს თუ არა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან, ესეც კითხვა. მე ვერ გეტყვით რას აპირებს ოპოზიციას კიდევ ერთხელ ოპოზიციასგან, რომელიც თავად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და შეგახსენებთ ეს ოპოზიცია, რომელიც არჩევნებს არ აღიარებდა არა თუ კონსტიტუციას, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ, რა თქმა უნდა მოლოდინი იმის, რომ ისინი კონსტიტუციის სადარაჯოდ დადგებიან, არანაირი არ გვაქვს. ნაციონალური მოძრაობა თავად არის ამ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც არის კონსტიტუციის თავს აყენებს ხშირად კონსტიტუციის მიღმა, ამიტომ მათი მხრიდან რაიმენაირი მხარდაჭერა კონსტიტუციისა ნაკლებად წარმოსადგენია. რაც შეიძლება შესაძლო ვაჭრობას იმასთან დაკავშირებით, ხმებთან დაკავშირებით, ამასთან ვერც ვერ გეტყვით. ჩვენთვის თავარია ის ერთი რამე, კიდევ ერთხელ ემოციების გარეშე არის ერთი რამე, რომ ეს ჩვენი შეხედულებით არის კონსტიტუციის დარღვევა და არა მხოლოდ დარღვევა, არამედ ეს არის განზრახი, უხეში დარღვევა კონსტიტუციის და სწორედ ამიტომ იმსახურებს იმპიჩმენტის პროცესს. თვითონ ის ფაქტი, როდესაც მთავრობა გულოვავს საქართველოს პრეზიდენტს და არ აძლევს საშუალებას, რომ ჩაატაროს ევროპული ტურნე, რამდენად ნორმალური არის მაშინ, როდესაც უახლოეს მომავალში ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილება ჩვენთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილის მიზანიც სწორედ ეს არის. ევროპული ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისა, რომ მან ლობირება გაუწიოს კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. აი მნიშვნელოვანია, რომ ასეთ манипуляციებს არ ავყვეთ, თითქოს ვინმე ვინმეს ბლოკავს ნიშნავს, რომ რაღაც ინსტიტუტს აქვს რაღაც უფლება, რომელიც უფლების წართვევაც ხდება. სინამდვილეში არის ასე, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობაში წარმომადგენლობის ხრივ აქვს და საგარეო პოლიტიკის განხორციელების ხრივ აქვს მთავრობას და მთავრობამ უნდა მისცეს თანხმობა, რომ პრეზიდენტმა განახორციელოს საგარეო პოლიტიკაში წარმომადგენლობა საქართველოს. ეს არის მთავარი, ანუ პირიქით ხდება აქ, რომ კომპეტენციაში იჭრება პრეზიდენტი მთავრობის კომპეტენციაში, მაშინ როდესაც მისი თანხმობის გარეშე ახორციელებს ასეთ ვიზიტებს. რაც შეეხება ზოგადად, რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, და რატომ არის ეს დადებულება საერთოდ, რომ არის საჭირო მთავრობის თანხმობა, იმიტომ რომ ერთი რამე არის მნიშვნელოვანი. საქართველოს საგარეო ურთიერთობაში უნდა გამოდიოდეს ერთი ხმით
და ჩვენ ხედავთ, რომ ეს ერთი ხმით გამოსვლა ამ შემთხვევაში არ ხდება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ქართულმა ხალხმა ლეგიტიმაცია პარლამენტის გავლით მისცა სწორედ მოქმედ მთავრობას, რომ მან წარმოადგინოს საქართველოს ქართველი ხალხი საგარეო ურთიერთობაში და პოლიტიკა, სტრატეგია, ტაქტიკა ამ საგარეო ურთიერთობებისა დაგეგმოს და განახორციელოს საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტის მითითების შესაბამისად. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ერთი ხმა უნდა ჟღერდეს გარეთ და დისონანსის შემოტანა არის პირიქით ის, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და რაც ეწინააღმდეგება ქართული ხალხის ინტერესებს. ამიტომ აქ საუბარი იმაზე, რომ თითქოს პრეზიდენტი ამ შემთხვევაში თითქოს ეს მოტივაცია არის კეთილი სინამდვილეში დისონანსის შემოტანა საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში თავის მხრივ არის უკვე დაზიანება საქართველოს ინტერესებში. არ არის თქვენთვის მისაღები ამ მისიით არის ჩასული. საქართველოს პარლამენტი და მთავრობა და ქართული ოცნება, როგორც მმართველი ძალა, ახორციელებს ერთადერთ კურსს, რომელიც გულისხმობს საქართველოს დაახლოებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოს. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური ამოცანა და არა სხვავისი. პრეზიდენტს აქვს სხვა უფლებამოსილებები და არა ის პოლიტიკური უფლებამოსილებები, რომელიც აქვს ხალხისგან მინიჭებული ხელისუფლებას. საქართველოს ხალხს საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მიუნიჭებია მისი საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილება. ქართულ ხალხისგან ეს უფლებამოსილება აქვს მინიჭებული საქართველოს მთავრობას. ამიტომ ყველა ის, ვინც ამ პირობას არღვევს ქართული ხალხის მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებას. სხვადასხვაობა არის თქვენი საგარეო გაფრთხილებებში, საგარეო პრიორიტეტებში, ვერენ ვთქვით ერთმანეთს პოზიციებში და გზავნილებში, ანუ დისონანსი. საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ და სხვა საჯარო გამოსვლებშიც ის აცხადებს, რომ საქართველოს შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ერთი და მეორე საქართველოს წელსაც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ როგორც მან განაცხადა, რეკომენდაციების შესრულებას აქვს მხოლოდ ფორმალური ხასიათი და სინამდვილეში ეს რეკომენდაციები არ სრულდება. რა თქმა უნდა, ასეთი სახის წარმომადგენლობა ქართული ხალხისა გარეთ ვნებს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციის ინტერესებს, როდესაც წარმომადგენელი თუ კი მისი პოზიცია იქნება, რომელიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას, ხომ ისინიც ხომ ასე ამბობენ, რომ მათ სურს კანდიდატის სტატუსი და რო ეკითხები როგორ ლობირებენ ამ სტატუსს, ამაზე პასუხობენ, რომ ჩადიან და ეუბნებიან ევროპელ თუ სხვა კოლეგებს, რომ საქართველოს სახელმწიფო მის ინსტიტუტები არაფერი არ იმსახურებს ამ კანდიდატის სტატუსს და არის ქართული ხალხი, რომელსაც უნდა მიანიჭონ ეს კანდიდატის სტატუსი, რაც არის აბსოლუტური არასერიოზული დამოკიდებულება და მავნებლობა პირიქით და სწორედ ეს არის საბოტაჟი კანდიდატის სტატუსისა, ვინაიდან ყველა ის, ვინც ამბობს, რომ სტატუსი იმსახურებს ხალხი და არა სახელმწიფო, ის არის საბოტაჟი სწორედ ამ კანდიდატის სტატუსის მიმართ. მარტივი ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენციასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, კრამერმა განაცხადა, რომ მიჩვეული იყო ქართული ოცნება ამ კონფერენციაზე, თუმცა არ ესწრება მართალი გუნდი, როგორ ახასიათებს ზოგადად ამ კონფერენციას და რატომ არ არის ქართული ოცნება წარმოადგენელი? არ ვეცდებით, ვინაიდან ჩვენ შარშანაც იცით, რომ იყო ეს კონფერენცია, მაშინაც არ დავეცადეთ. მიზეზი არის მარტივი ცხადი და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომელიც ძირს უთხრიან დემოკრატიას, რომელიც უარყოფენ არჩევნებს, მათ ეძლევათ ისინი არა მხოლოდ არიან სტუმრებად იქ დაპატიჟებული, არამედ ეძლევათ ტრიბუნა, საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი გააჩნიათ ასეთ სახის კონფერენციებში. ასევე რა თქმა უნდა, მონაწილეებიც არიან ზოგი უცხოელი, რომელიც გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით, მაგალითად სანქციების გვერდისავლასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და თავისთავად ისეთი ადამიანებისთვის და პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლეთაც აქვთ რადიკალური დღის წესრიგი და აწარმოებენ დეზინფორმაციას, მათთვის ტრიბუნის მიცემა არის მიუღებელი და ჩვენ რა თქმა უნდა ამის ლეგიტიმაციას ვერ მოვახდენთ. თუკი ჩვენ დავაკვირდებით ვინაიდან ეს ორგანიზატორები არიან ამერიკული ორგანიზაციები, დღეს ამერიკაში მიმდინარეობს პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ საფუძველზე, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას
არჩევნების ვითომ და გაყალბების შესახებ. და სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში მაკეინის ინსტიტუტი და ბუშის ინსტიტუტი, ქართულ ორგანიზაციასთან ერთად არიან ორგანიზატორი კონფერენციის, სადაც მათ გამომსვლელებში ყავთ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც დადასტურებულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, თითქოს ის გაყავდა და რომლებიც დღემდე არ აღიარებენ ამ არჩევნებს. ამიტომ ეს რა თქმა უნდა არის ორმაგი სტანდარტი ამ ორგანიზაციების მხრიდან, როდესაც ერთის მხრივ საკუთარ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის სამართლებრივი პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ მოტივაციით, რომ ის კონსპირაციის თეორიებს ავრცელებდა თითქოს და არჩევნებთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ საქართველოში ტრიბუნას აძლევენ ზუსტად იმ რადიკალურ ძალებს, რომლებიც ასეთ კონსპირაციებს ავრცელებდნენ ქართულ არჩევნებთან ხედავს ისიც ტრამპის кейსსა და საქართველოში 20 არჩევნების დროს მიმდინარე მოვლენებს შორის და ამ თემას დეტალურად საუბარი არ სურს რაღაცა სამართლებრივ ამოწმებენ აქცეს და რაც ნიშნავს ის რომ ამაზე რეალურად რაც შეეხება ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონის კამერის კი ბატონო რაც შეეხება დევიდ კამერს ვერ გეტყვით ხან კონკრეტულად ვინ რა განაცხადა მაგრამ ფაქტი არის ფაქტი ერთის რა ეს სწორედ ორმაგი სტანდარტი დემოკრატიის მიმართ ერთი დემოკრატიული სტანდარტი რომელიც როგორც ჩანს მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მეორე დემოკრატიული სტანდარტი რომელსაც ფიქრობენ ისინი რომ უნდა მოქმედდეს საქართველოში ერთის მხრივ თუ კი ჩათვლიან რომ ამერიკის შეერთებულ შტატების არჩევნებზე დეზინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულიც კი შეიძლება იყოს ხოლო საქართველოში ისინი ვინც ავრცელებენ დეზინფორმაციას ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით არათუ სისხლის სამართლის დევნის ქვეშ უნდა იყან, არამედ მათ ტრიბუნას აძლევენ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით აძლევენ ტრიბუნას იმისთვის რომ საკუთარი რადიკალური დრისესრი კიდევ უფრო მეტად გაავრცელონ, რაც რა თქმა უნდა არის სამწუხარო და ეს გახლავს სწორედ ფარისეულური მიდგომა დემოკრატიის მიმართ. და როშოს ახლა არის ევროინტეგრაციის გამოსვლელი მათთვის საუბრის როშო ელაზე მიუთითებს ეს ქვეყნის შეცვლილი პოზიცია. ოპოზიციას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი მიზანი. ისინი ხარს უჭერენ ყველაფერს იმას, რაც აზიანებს ქართულ სახელმწიფოს. დღეს ეს შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები, რომელიც მან განახორციელა საკუთარი უფლებამოსილების დარღვევით. გუშინ ეს შეიძლება ყოფილიყო სხვა რაიმე მოვლენა და შევხედოთ პანდემია, სხვადასხვა ტრაგედია, ყველაფერი არც ერთი თემა მათთვის არ არის ბარიერი, მორალური ბარიერი იმისთვის, რომ ეს თემა იარაღად გამოიყენონ საქართველოს სახელმწიფოს დასაზიანებლად. ნებისმიერი თემა, რომელთაც ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება დააზიანონ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ყველა ამ თემას იყენებენ. ამ შემთხვევაში ეს თემა გამოჩნდა, რომელთაც მათ შეუძლიათ დააზიანონ ქართული სახელმწიფო და რა თქმა უნდა ამას იყენებენ. ფიზიკურად გავუწევდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანია უბრალოდ ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა და ძალადობრივი კამპანია დაიწყო. ოპონენტებს ასეთი თავისთავად ძალადობა მიუღებელი არის და თუ კი ძალადობას სადაც აქვს ადგილი ყოველთვის უნდა გამოვიდეს ეს ძალადობა და დასჭილი იყოს შესაბამისად და ამას საუბრობთ ჩვენ ყოველთვის, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა გახლავთ სწორედ ძალადობის წამახალისებელი ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიმუშავა ქართულ ხალხზე ძალადობის რეპრესიული სახელმწიფო მანქანა, ხოლო ოპოზიციიდან ისინი ქართულ ხალხზე უკვე ძალადობენ ამ სახელმწიფო მანქანის გარეშე, თუმცა ხედავთ ჩვენ, თუნდაც გავიხსენებთ 7-8 მარტის მოვლენებს, გვახსოვს ჩვენ რომ ადამიანს ცეცხლს უკიდებდნენ და ამას ამართლებდნენ შემდეგ უკვე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ, ამის ასე ვთქვათ ის ხალხი, ვინც დღემდე ამართლებს ამ მოვლენებს. ამიტომ რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია და მნიშვნელოვანი არის რომ ნებისმიერ ძალადობას იყოს შეგვიძლია. კიდევ ერთხელ რაც შეეხება ძალადობას, ამას ჩვენ ხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. გავიხსენოთ 7-8 მარტის მოვლენები, ძალადობის კულმინაცია იყო ეს, როგორც ფიზიკური ძალადობის, ისე ვერბალური ძალადობის, ისე ფაშისტური მოწოდებების, რომ ადამიანები გარიყონ საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროებიდან, ასე რომ ეს სამწუხაროდ ჩამოყალიბდა გარკვეული
კასტა აქტივისტებისა, რომლებიც მზად არიან წავიდნენ ნებისმიერ ძალადობაზე და ამას ამართლებენ ისინი რაღაც მიზნებით. სხვა შორის აქ პარალელი შეიძლება გაიგოს მათ შორის პრეზიდენტის საზოგადოებრივ ვიზიტებთან დაკავშირებით, აქაც იგივე мотиваცია გვესვის, რომ თითქოს ან თუ ჩათვლია, რომ მიზანი არის დიადი, ამ შემთხვევაში საშუალებაც გამართლებული არის. ანუ თუ კი ჩათვლიან, რომ მიზანი ასეთი ვიზიტების არის ევროკავშირთან დაახლოება და ასე იტყვიან, მაშინ კონსტიტუციის დარღვევა როგორც საშუალება მისაღებია. თუ კი ჩათვლიან, რომ საჭირო არის რაღაც კანონპროექტთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა, მაშინ საშუალება რომ ადამიანს ამის გამო ცეცხლი წაუკიდო და ლამის ცოცხლად დაწვა ადამიანი, ეს საშუალება გამართულია. ესეთი ბოლშევიკური მიდგომების მქონე აქტივისტების ჯგუფი ჩამოაყალიბა რადიკალურმა ოპოზიციამ და ეს არის მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ წინ არჩევნები არის და როგორც ჩანს ეს ჯგუფი კიდევ უფრო მეტად და მეტად აგრესიული გახდება. გიპასუხეთ, მაგრამ გიპასუხეთ, ვინც დანაშაულს, ვინც ძალადობას, ვინც უღურეთ მე რას გეუბნებით ნებისმიერ ძალადობა ვისგანაც ფიზიკურად ვისგანაც არ უნდა იყოს ეს ნებისმიერ ძალადობა დასაგმობია და დასჯადი არის. მე უბრალოდ ასევე გიხსნით იმ ძალადობის ანატომიას, რომელიც შექმნა ნაციონალურ მოძრაობამ ქართულ საზოგადოებაში. მომხდართან დაკავშირებით დღეს ბიუროს დადგენილება და ოპოზიცია კი ისევ კომისიის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უყურეთ რაც მე ადრეც მაშინაც როცა ქონდათ ინიციატივა, მაშინ შევთავაზე რომ ჯერ გამოეყენებინათ ის ინსტრუმენტები, რომლებიც უფრო სწრაფი და ეფექტიანი არის, მათ შორის ინტერპელაციის შესაძლებლობა და კარგია რომ ამის შემდეგ ინტერპელაციის მიმართეს მათ შეანსაკთა მინისტრს, რომელიც 22 სექტემბერს სწორედ ამ ინტერპელაციაზე საპასუხოდ მოვა პარლამენტში და ექნება შესაძლებლობა რომ ამ ყველა ამ კითხვაზე, რაც საკმაოდ ცვლად დაუსვეს მას კიდევაც, ამ კითხვაზე მიიღონ პასუხი. ამიტომ ჩემი მოწოდება იქნებოდა ოპოზიციის მიმართ მინიმუმ დაელოდონ ინტერპელაციას და ნახონ რა კითხვები დარჩათ მათ, რომელზეც პასუხს ელიან და ამ პასუხებს მიიღებენ თუ არა. შეანსაქმესა მინისტრი მოვა და ყველა ამ საკითხს გასცეს პასუხი. საგამოძიებო კომისიასაც შეეხება მე თავიდანვე თქვი რა შეეხება საგამოძიებო კომისიას და სხვა შორის ოპოზიციაში ვხედავთ რომ ამაში ერთიანობა არ არის. ეს ცხადია და ჩანს კიდევაც რომ ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური ასე ვთქვათ რადიკალური დღის წესრიგის შემოტანის მცდელობა საგამოძიებო კომისია. კიდევ ერთხელ კითხვა თუ აქვს რაიმე ინტერპელაცია სწორედ ამისთვის არსებობს რომ დაიბარონ ის ანგარიშვალდებული სტრუქტურები საქართველოში და ინტერპელაციის წესით გასცემენ ყველა ამ პასუხს. საგამოძიებო კომისია ამით დამატებით საშუალებას აძლევს შეთვის გაუგებარია გარდა იმისა რომ ამითი იმედი შეიძლება ჰქონდეთ რომ შეიძლება შექმნან გარკვეული მედია აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო რაც რა თქმა უნდა მაშინ დავსვი რომ არის ყველაზე არაღირსეული საქციელი იმ ტრაგედიის ფონზე რაც ჩვენ შოუში ვნახეთ რომ ეს ამ ყველაფრის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება მოახდინა. ეს არ არის არც პოლიტიკურად სწორი საქციელი და არც ადამიანურად სწორი საქციელი. მადლობა. უსმენდით პარლამენტის თავმჯდომარეს. ზუგდიდში სადღეო სამსახურის ახალი ოფისი გაიხსნა, სადღეო სამსახური რეგიონის 9 მუნიციპალიტეტს მოემსახურება. მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სადღეო სააგენტოს ყველა სერვისით ისარგებლებენ. გავხსენით სამეგრელოზე მოსანეთის სადღეო სამსახურის ახალი ოფისი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და მოემსახურება რეგიონის 9 მუნიციპალიტეტს. სააგენტო მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების სოციალური პირობების და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. განახლებული ოფისი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მომსახურების იმ სერვისს, რაც სააგენტოს გააჩნია. სადღეო სააგენტოს ოფისი გაიხსნა ზუგდიდში, არის სრულიად განახლებული ოფისი, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ესეთი თანამედროვე ტიპის ოფისი მოსვლის და იქნება საშუალება მიიღონ ყველა ის სერვისი, რომელიც სერვისიც